Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი ცხრაზე საქართველოს საპატრიარქო პასუხის მოლოდინში ქართული ეკლესია თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლებისთვის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. სავარაუდოდ სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს კათოლიკოს პატრიარქმა და თბილისში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საპატრიარქოში შეხვედრის დროს. ახლა დავით ახვლედიანი განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. დავით, როგორი არის ოფიციალური ანკარის პოზიცია? Tamta საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახმედ დავითოღლუმ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. კერძოდ კათოლიკოს პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლებისთვის იურიდიული სტატუსის განსაზღვრის საკითხზე, ასევე ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში სამონასტრო ცხოვრების აღორძინების საკითხებზე. არ არის გამორიცხული, რომ ამ შეხვედრაზე ქართული მხრიდან თურქეთის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური ქონების გადმოცემის საკითხიც დასმული იყო, როგორც ცნობილია, თურქეთის მთავრობამ 2011 წლის აგვისტოში რესტიტუციის შესახებ დადგენილება მიიღო. თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დააბრუნოს მთელი ქონება, შენობები და ნაგებობები, რომლებიც ქვეყანაში მცხოვრებ რელიგიურ უმცირესობათა მიმდევრებს ეკუთვნოდათ. საუბარია იმ ქონებაზე, რომელიც ბერძნებს, სომხებს და ებრაელებს ჩამოერთვა. შესაბამის განკარგულებას 27 აგვისტოს ხელი თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოაწერა. დოკუმენტში არ არის საუბარი რაიმე სახის ქონებაზე, რომელიც შეიძლება ქართველებს გადაეცეს. ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს კითხვით მეცხრე არხმა მიმართა და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახმედ დავითოღლუს პასუხი ამ შეკითხვაზე. რაც შეეხება საკუთრების საკითხს, თურქეთში არსებობს სომხური დიასპორა, რომელმაც თურქეთში ეკლესიების საკუთრების რეგისტრაციის საკითხი ძალიან მარტივად მოაგვარა. თუმცა ქრისტიანი ქართველების დიასპორის მხრიდან მსგავსი მოთხოვნა არ ყოფილა. ჩვენ პატივს ვცემთ მათ ტრადიციებს და მოთხოვნის შემთხვევაში მზად ვართ, რომ მივეხმაროთ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში. ჩვენ ვართ თანამედროვე სახელმწიფო, სადაც ყველა მოქალაქე თანასწორია, იქნება ის მუსულმანი, ქრისტიანი თუ იუდეველი. რა მექანიზმები შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოს ეკლესიას დაუბრუნდეს, მის წიაღში დაბრუნდეს? ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დღეს გავესაუბრეთ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს ზაალ სარაჯიშვილს და თქვენ შეგიძლიათ მისი კომენტარი მოისმინოთ. ხოლო რაც შეეხება იმ ჩვენს სიწმინდეებს და ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც დღეს არსებობს თურქეთის ტერიტორიაზე, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, როგორც მოგეხსენებათ, ეს ტერიტორიები ყარსის ხელშეკრულების შესაბამისად გადავიდა თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში და ამ შემთხვევაში ამ ტერიტორიებზე არსებული ყველა ნაგებობა, რომელიც არ იყო კერძო საკუთრებაში, ჩაითვალა როგორც სახელმწიფო საკუთრება. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რაც შეეხება იურიდიულ სტატუსზე, ეს ალბათ უფრო სახელმწიფოთა შორის შეთანხმების საფუძველი არის და ისტორიული მნიშვნელობის და საერთოდ ისტორიული მემკვიდრეობის ფარგლებიდან უნდა ვიმსჯელოთ ალბათ ამ კუთხით. აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა საქართველოს საპატრიარქოში, თუმცა ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოს საპატრიარქო თურქეთში არსებული ქართული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის სტატუსის განსაზღვრას ითხოვს. უკვე შემდგომი მოლაპარაკებებით იქნება განსაზღვრული თუ როგორ გადაწყდება აღნიშნული საკითხი. თამთა ქართული ძეგლების სტატუსის შესახებ დავით ახვლედიანი საუბრობდა ეთერში.